მე ისევ დაიწყო ყოველი ჩემი ქადაგების დროს დიდ მაღლობილობას გამოვთქვავ იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ დღეს ჩართული ხართ სახარების კითხვაში და რეგულარულად ყოველდღიურად კითხულობთ სახარებას და უკვე ძალიან კარგად იცით სახარების ტექსტი და იმისი ძალიან ისეთი ზედმეტევნის გადმოცემა თქვენთვის აღარ არის საჭირო. ერთადერთი მინდა შეგახსენოთ, რომ დღევანდელი სახარება დაკავშირებულია იმ ეპიზოდთან, როდესაც იესო ქრისტე მივიდა გადარინელთა ქვეყანაში, სადაც იყო ეშმაკიული შეპყრობილი მრავლითა ბოროტით ძალებითა და ძალიან საშინლად იქცეოდა, ბევრჯერ დაუღია ჯაჭვებით, გამოუგლეჯია ეს ჯაჭვები და ისევ ესე იგი ესეთ ძალიან ესე ველურად იქცეოდა. და როცა ქრისტე მივიდა მასთან, რა თქმა უნდა, ბოროტმა ძალებმა იცნეს ქრისტე და უთხრეს, რომ თუ რა გინდაო დაგვანებეო თავი და რაღაცა და ქრისტემ გამურნა ეს ავანტყოფი. გამოიყვანა იქიდან ეს ბოროტი ძალები, ეშმაკები, მაგრამ თქვენ თუ ნახავთ, იქ არის ძალიან საინტერესო მომენტი. იცით, სახარება საერთოდ ამოიცნობა სახარებაში დეტალები არის საინტერესო. თუ ჩვენ როგორც პატარა ბავშვები დავიკითხავთ, ჩვენ დავიკითხავთ იმას, რა ქვია, მთლიანად ფაბულას. ქრისტემ გამურნა. მაგრამ იქ არის ძალიან პატარა საინტერესო დეტალი. ანუ ქრისტემ ადგა და ეს ბოროტი ძალა, ეს ეშმაკები შეუშვა ღორის კოლტში. და ეს ღორის კოლტი დაეშვა იმიდან, რა ქვია, უფსკრულში და იქ იყო ისეთი რაღაც უფსკრული და ჩავარდნენ რაღაცა მდინარეში და დაიქჩნენ. აქ ორი მომენტი აქვს. ამით ქრისტემ კიდე ერთხელ ამხილა ებრაელიები იმის გამო, რომ ისინი თვითონ ღორის ხორცს არ ჭამდნენ, თვითონს ვარ ყოფდნენ. არა, ებრაელებისთვის ღორის ხორცის ჭამა არ შეიძლება, მაგრამ ბიზნესის გამო ზრდიდნენ აი ამ ღორებს და სამარიტელებზე ყიდნენ მას. და ამით ქრისტემ ამხილა, რომ ისინი აი ამ ჟულს არ ღორს, მაგრამ ეს არ არის თავი. თავი არის ის, რომ თურმე აი ამ ბოროტი ძალი, როცა ბოროტ ძალას საიდანაც გამოიყვანა, სადღაც უნდა შეუშვა ეს. რაღაც უნდა დაამიჯო სადღაც. ანუ თქვენ სახში რო დაალაგეთ და რაღაც ნაგავს შეაგროვებთ, ის ნაგავი მე სადღაც უნდა ჩაყაროთ. თუ ისე დატოვეთ, არა, ის ისევ გაიგდება. და ეხლა მე მინდა, ანუ რა ხდება, იცით, ეშმაკეულის განკურნება ეს არ არის ძალიან იოლი პროცესი. და მე მინდა გითხრათ, რომ ბოლო დროს ჩვენთან საქართველოში დაიწყო, როგორც ყოველთვის მე აღნიშნავ, რომ ჩვენ ზომიერება დაკარგული ხალხი ვარ და ხშირ შემთხვევაში არაადეკვატური ხალხი ვარ. თქვენ იცით, რომ არსებობს იოანე ბასილი დიდის შერისხმის ლოცვა, ანუ ეს არის აი ზუსტად აი ეშმაკის განდევნის სპეციალური ლოცვა არის, რომელიც იკითხება ეშმაკეულ ადამიანზე და ევროპულად ეს ცნობილია როგორც ეგზორციზმი, ანუ განდევნა ეშმაკის და თბილისში ორ ადგილას ამას კითხულობენ. და დაიწყო მასიური რაღაცა გაქრობა ამით. მირეკავენ ადამიანები, თქვენ ჩვენიველი, მამა გიორგი, მინდა წავიდეთ კვეთებულის ლოცვაზე. ვეკითხები, რა გჭირს ამას? ანუ აი ეს ეშმაკეული არა, იცით როგორ იქცეოდა, დაუშვათ რაღაცა ოხიხმებოდა ლაპარაკს, რაღაც სხვადასხვა იმებით ხმაზე ლაპარაკს იწყებოდა, თუ სადღაც ცეცხლს დაინახავდა კოცონს ჩავარდებოდა იმ ცეცხლში, ან თუ სადმე მაღლობზე იყო რაღაც ხმა ეუბნება, რომ უნდა გადმოხდე იქიდან, თავი მოიკლან, ვიღაცა მოკლა რაღაც ხმები, რაღაც აშკარად ხმები გელაპარაკებენ და აი დაახლოებით ასეთი დონის ადამიანებისთვის საჭიროა, რომ ან ძალიან ისე შეპყრობილი არის ნარკომანი, თუ ის იგივე ბოროტი ძალა რაღაც ისა, რომ მათ იკითხება ეს კვეთებულის ლოცვა. ჩვენთან დაიწყო მასობრივი გართობა აი ამ საქმით. ანუ ვერ ცხოვრდებიან
სამსახურს ვერ პოულობენ, თუ უბრალოდ ორჯერ დაახველეს გუშინ, ესე იგი, ვიღაცები დადიან და იმ წუთში რჩევას აძლევენ, რომ და წახვიდეთ კვეთებულის ლოცვაზე. ანუ რა ხდება? აქაც ისევ ვამბობ, რომ ჩვენ შინაგანად დაუბალანსებელი ადამიანები ვართ და რაღაც გარკვეულ იერარქიას ვერ გავდივართ. და უბრალოდ ადამიანს აქვს რაღაცა პრობლემები. ჯერ საკითხავია, რამდენიც ეკლესიურად ის ცხოვრობს, დადის ეკლესიაში ტირვალოცვას ესწრება, ღებულობს წმინდა ზიარებას, თუ ასე შემდეგ. და უბრალოდ აქვს რაღაც სოციალური და გინდათ ჯანმრთელობითი პრობლემები. ამში არსებობს სამედრებელი უამრავი პარაკლისები, გინდათ ღვთისმშობლის, გინდათ სხვადასხვა წმინდანების ადამიანის სოციალურად და ჯანმრთელად ყოფნის სამედრებელი პარაკლისი. ადამიანი ამას არაფერს არ აკეთებს და პირდაპირ მიდის იმ კვეთებულის ლოცვაზე. ეს ანდა დაუშვათ ზოგადად მომკითხავ. რაღაცა სადღაც მივიდა სამსახურზე და უარი თქვეს. მე სადღაც თქვა, რომ აი მივედი სამსახურში, მინდოდა სამსახური და ვერ ვიშოვე სამსახურში. იმ წუთში გამოვიდა რეცეპტი